დიპლომატიური დემარში. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა. რატომ დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში? რა თქმა უნდა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან. ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან პოსტივის ან ტელეკომპანია იმედს ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. რის საფუძველზე დაასკვნა ლონდონმა, რომ 2 ქართული ტელევიზია უკრაინას საფრთხეს უქმნის. 29,000 ტრანზაქცია და 8 მილიარდი დოლარის სავაჭრო გარიგება. რუსულმა ბიზნესებმა გამოიყენეს ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე არსებული 145 გაუმჭვირვალე ოფშორული კომპანია საკუთარი საქმიანობის დასამალად. სანქციების გვერდისავლა ბრიტანეთში. ნავთობი, ნახშირი, ლითონები და ძვირადღირებული იახტები. ფარული ვაჭრობის ქსელი. ეს რა თქმა უნდა არის ასმაგი სტანდარტი, ჯერ მიხედონ თავიანთ კომპანიებს, ჯერ მიხედონ თავიანთ ქვეყნებს, არ დაარღვიონ ეს სანქციები, შემდეგ ისაუბრონ საქართველოზე. საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალი ანგარიში. ამერიკის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონცენტრაცია სპარსეთის ყურეში. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეტს, მეზობელ ქვეყნებში მათი ბაზები ლეგიტიმური სამიზნე გახდება. მზადება დარტყმისთვის და მოლაპარაკება ჟენევაში. პრინციპი მარტივია, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. აირიდებენ თუ არა ომს ვაშინგტონი და თეირანი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 26 თებერვალია. გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდისავლა დიდ ბრიტანეთში 3 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში განხორციელებულია 29,000 ტრანზაქცია და 8 მილიარდი დოლარის სავაჭრო გარიგება. ფარული ქსელებით და ოფშორული კომპანიებით მოსკოვი უპრობლემოდ განაგრძობს მასალების შესყიდვას ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტისთვის. რუსეთი თავადაც უპრობლემოდ ყიდის რუსულ ნავთობს და უკრაინულ ნახშირს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან აქვს გადანილი. ურთიერთვაჭრობის ვრცელ ჩამონათვალშია ტყვია და ცინკი, საბურღი ტექნიკა, ვერტმფრენები და ბიზნეს ჯეტები. რუსებს 160 ძვირადღირებული იახტაც აქვთ შეძენილი. ეს მაშინ, როდესაც ლონდონი ყველასგან სანქციების მკაც აღსრულებას ითხოვს და დასაბუთების გარეშეც კი შეუძლია დასაჯოს სხვა ქვეყნის ტელევიზიები. თუმცა თავად საკუთარ იურისდიქციაში კონტროლს ვერ ახორციელებს და მისი კაპიტალის ჰაბიც ოფშორული ზონების შავ ხვრელებად არის ქცეული. დიდ ბრიტანეთში სანქციების მასშტაბურ გვერდისავლაზე კვლევა ბრიტანულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა. პირდაპირი ციტირება დოკუმენტიდან. რუსული კომპანიები განაგრძობენ ტექნიკის შეძენას, ნედლეულის ექსპორტს, აქტივების გადაადგილებას და ისინი არ ექვემდებარებიან არანაირ მონიტორინგს. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ბრიტანული ოფშორული კუნძულები კარგი თავშესაფარი გახდა აქტივების დამალვისა და სანქციების გვერდისავლისთვის. ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით უკრაინასთან ომის პერიოდში ბრიტანეთის და რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდი ფუნტი შეადგინა. თუ ამას დავუმატებთ იმ დამალულ 6 მილიარდს, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, გამოდის, რომ ლონდონისა და მოსკოვის სავაჭრო ურთიერთობები ისევ მაღალ ნიშნულზეა და ბრიტანეთი რუსეთთან ვაჭრობით მსოფლიოში მე-4 ადგილზე გადის. პირველ-მეორე ადგილს ჩინეთი და ინდოეთი იყოფენ. მესამეზეა ევროკავშირის შემდეგ დიდი ბრიტანეთი. ამ ჩამონათვალში ყველაზე ნაკლებს რუსეთთან შეერთებული შტატები ვაჭრობს, თუმცა ყველაზე მეტად სანქციებით იმუქრება ლონდონი. შოთა ფალავანდიშვილი ამ თემით პირდაპირ ეთერში. იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთის მხრიდან ქართული მედია თავდასხმის ობიექტი გახდა, დღეს მართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ასე ვთქვათ, ბრიტანული საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რეალურად ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებიდან საკმაოდ დიდი ვაჭრობა მიმდინარეობს სანქცირებულ რუსეთთან. საუბარია რამდენიმე მილიარდ ევროზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც რუსეთი დასანქცირდა ოფიციალურად როგორც ბრიტანეთის ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელდა. მართველი გუნდის წევრების თქმით, ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვებს საჩენს, კითხვის ნიშნებს საჩენს და ამავდროულად ადასტურებს იმას, რომ გაერთიანებული სამეფო გარკვეულწილად სუბიექტური და შერჩევითი მიდგომებით გამოირჩევა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთი, რომელიც ბრიტანეთში ფუნქციონირებს ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფ, ეგრეთ წოდებულ ოფშორულ ზონებზე საუბრობს, რომელიც სავარაუდოდ სანქციების გვერდისავლისთვის გამოიყენება. საუბარია ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე დარეგისტრირებულ 155 კომპანიაზე, რომლებმაც 2022-25 წლებში რუსეთთან 29000 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს, რაც ჯამში $8 მილიარდ შეადგენდა. ოფშორულმა ფირმებმა რუსეთში 160 ძვირადღირებული იახტაც გაყიდეს, რომელთა იმპორტიც სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან განხორციელდა. რუსულმა ბიზნესებმა გამოიყენეს ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე არსებული 145 გაუმჭვირვალე ოფშორული კომპანია საკუთარი საქმიანობის დასამალად, შეზღუდვებისთვის გვერდისავლისა და ვაჭრობის გასაგრძელებლად, რაც ეხმარება რუსეთის ეკონომიკის შენარჩუნებას საერთაშორისო სანქციების მიუხედავად. ბერმუდასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ბიზნესები კვლავ რჩებიან მნიშვნელოვან სავაჭრო შუამავლებად. რუსეთმა გაიტანა ათასობით დასახელების საქონელი, რომელიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა. მათ შორის ქვანახშირი, ფოლადი, ტყვია, რკინა და თუთია. თეორიულად ბრიტანეთის სანქციები უკრძალავს ბრიტანულ ბიზნესებს ამგვარ ვაჭრობაში მონაწილეობას სპეციალური ნებართვის გარეშე. დაფიქსირდა 29000 სავაჭრო ტრანზაქცია, რომელთა საერთო ღირებულება $8 მილიარდ შეადგენს. ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოავლინა სულ მცირე 160 იახტა, რომელთა იმპორტი რუსეთში ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით მოხდა. ეს შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ბრიტანეთის სანქციებს, რომლებიც კრძალავს ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთში გამოსაყენებლად. გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი ოფშორული კომპანიები და მათ მიერ სანქცირებულ რუსეთთან სავარაუდო ვაჭრობა საგარეო უწყებაში დაბარებულ ბრიტანეთის ელჩთან საუბრის ერთ-ერთი თემაც იყო. მაკაბოჭორიშვილის აზრით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი ქართული ტელევიზიების უსაფუძვლოდ დასჯას ცდილობს, მათი სავაჭრო კავშირები რუსეთთან დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ 40 წუთის განმავლობაში ჩვენ ამას აკითხსაც შევეხეთ, ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს თუ რა რაოდენობის ვაჭრობა სახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. რა თქმა უნდა, ამ ფონზე, როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, ეს აჩენს კითხვებს, ჩვენ არ გვეშინია ამ კითხვების დასმის. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. უკრაინაში შეჭრიდან მალევე ბრიტანეთმა, ამერიკამ და ევროკავშირმა მოსკოვს არაერთი შეზღუდვა დაუწესეს. ქართულ ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობის კვლევაში საგანგაშო არაფერია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ცივილიზებულ სამყაროს რუსული ბუნებრივი რესურსები სჭირდება. ქართული მედიისთვის კი თავისუფლების შეზღუდვას სრულიად ლეგიტიმურად ცდილობს. საქონლის ექსპორტი რას ნიშნავს ახლა? სავაჭრო ურთიერთობა აქვს როგორც ჩვენს ხო ბრიტანეთს რუსეთთან, ეს არ აქვს შეწყვეტილი, ხო? ამას რა კავშირი აქვს პროპაგანდისტული მედიების არასწორ საქმიანობასთან? მე ვერ ვაკავშირებ პირადად. ვაჭრობა მთელი რიგი მიმართულებით გაგრძელდა სახელმწიფო მხრიდან ეს თუ რაიმე სიურპრიზი შოკის მომგვრელია, არ ვიცი, იმიტომ რომ ვაჭრობა გაგრძელდა. მათ შორის ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობა გაგრძელდა. მათ შორის იმ ძალიან კრიტიკული საჭიროების გამო, რაც ხშირად აქვს ხოლმე სახელმწიფოებს. ოპონენტების განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებისთვის ბრიტანული ტერიტორიებიდან ოფშორული ფირმების რუსეთთან ურთიერთობა გაერთიანებული სამეფოს ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მიდგომებს ადასტურებს. კანონმდებლებმა დღეს საზოგადოებას შეახსენეს, რომ საქართველოს სანქციების აღსრულების პროცესში უშეცდომო მოქმედება თავად ბრიტანელმა, ამერიკელმა და ევროპელმა მონიტორებმა არაერთხელ დაადასტურეს. ბრიტანეთში ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული და ძალიან დიდი არის ამ კომპანიების რიცხვი, რომელიც დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რომელიც უვლის სანქციებს გვერდით. ეს რა თქმა უნდა არის ასმაგი სტანდარტი, ჯერ მიხედონ თავიანთ კომპანიებს, ჯერ მიხედონ თავიანთ ქვეყნებს, არ დაარღვიონ ეს სანქციები, შემდეგ ისაუბრონ საქართველოზე. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები სადღაც $8 მილიარდ სავაჭრო აქტივობას ახორციელებენ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე რუსული ნარატივის გავრცელებისთვის დასანქცირდა იმედი და პოზიტივი. ამიტომ სრული აღრევა არის ფაქტების, სიმართლის, ღირებულებების და ყველა იმ საბაზისო პრინციპის, რომელზეც წესით დასავლური სახელმწიფოები უნდა იდგნენ.
ბრიტანეთში მოქმედმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ვრცელი კვლევა სახელწოდებით ბინძური ფული საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა. სტატიაში ჩანს, რომ მხოლოდ გასულ წელს ოფშორულმა კომპანიებმა რუსეთში 134 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელეს. გაერთიანებულ სამეფოში სასანქციო რეჟიმის დარღვევის ფაქტები დღეს მხოლოდ ერთ-ერთი თემა იყო დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბარში. მთავარი კი რისთვისაც გარეთ უორდის საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს ბრიტანეთის ის ახალი სასანქციო პაკეტია, რომელშიც ტევეიმედი და პოზიტივი არიან შეყვანილი. გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტება მოსთხოვა და დაინტერესდა, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება ლონდონში. თუმცა 40 წუთის განმავლობაში ქართულმა მხარემ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, როგორ და რა ფორმით არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და აძლიერებს რუსეთს ორი ქართული ტელეარხი. ვინ უყურებს პოზიტივის და იმეს დიდ ბრიტანეთში ან ვინ გზავნის ქვეყნისთვის დამაზიანებელ რაპორტებს კირ სტარმერის მთავრობაში. დიპლომატიური დემარშის მიზეზი განმარტების მიღება იყო, თუმცა თბილისმა მაინც ვერ მოისმინა კონკრეტული არგუმენტები. გარეთ უორდის საგარეო უწყებაში მისვლას დროში დაემთხვა საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშიც. გამოდის, რომ ორი ქართული არხი საფრთხეს უქმნის უკრაინას 29,000 ტრანზაქცია რუსეთთან ან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეული შეტანა გაერთიანებულ სამეფოში კი უკრაინის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ეს იგივეა, რომ ბრიტანეთში რუსეთს შეჰქონდეს აფხაზეთში მოპოვებული ქვანახშირი, ტყვია, თუთი ან სხვა სასარგებლო წიაღისეული. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩისგან ქართულ მედიაზე თავდასხმის გადაწყვეტილების არგუმენტები მოითხოვა. თუმცა უწყებაში დაბარებულმა გარეთ უორდმა, როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ტელეკომპანია იმედთან და პოზიტივისთან დაკავშირებით ლონდონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი საქართველოს პირველმა დიპლომატმა ქართულ საზოგადოებაზე პირდაპირ თავდასხმად შეაფასა. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივია ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია პოზიტივისთან და იმედთან დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა. მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი რაიმე, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს, როდესაც ზღუდავ ქართული საზოგადოებას, ქართულ ტელევიზიებს. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე. ხოვე რომ წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც ის აგზავნის ლონდონში, იმისათვის რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ბრიტანეთის ელჩისგან არგუმენტები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად ვერც მედიამ მოისმინა. სამინისტროში დაბარებული გარეთ უორდი შენობაში უკანა კარიდან შევიდა და იმავე გზით გამოვიდა. ბრიტანელმა დიპლომატმა დღეს ჟურნალისტებს არ განუმარტა, რატომ მიიღო მისმა მთავრობამ ტელევიზიების წინააღმდეგ გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 7 თვის წინ თავად სწორედ მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდა. გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად. წარსულში სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ სააკაშვილისა და ხაზარაძე ჯაფარიძის თანაპარტიელებიც. თუმცა დღეს უცხო ქვეყნის მიერ დასანქცირებულ ქართულ ტელევიზიებსა და კომპანიებს ღიად ემუქრებიან. თუ ვინმე მიიტანს რეკლამას იმედსა და პოზიტივში, რა თქმა უნდა, პროაქტიულად ამის შესახებ ჩვენ საზოგადოებას ვაცნობთ და არავინ დარჩება დაუსჯელი. გაერთიანებულ სამეფომ გითხრათ, რომ კარგად უნდა მოიქცეთ, რომ არ შევერთდეთ იმედის და პოზიტივის რიგებს. მე ზოგადად ვამბობ, არა კონკრეტული არხების მიმართ, მაგრამ ვინც კარგად არ მოიქცევა, კირ სტარმერი ყველა შესაბამის პასუხს გასცემს. მუქარამდე იყო ოპოზიციის დიდი სიხარული. ხელისუფლების ოპონენტები ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოზიტივის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილებას ბოლო რამდენიმე დღეა ღიად გამოხატავენ. მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციის ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. სიხარულს ვერ მალავდნენ. მე ეჭვიც არ მეპარებოდა მათ რეალურ შინაარსში და მათ მოტივებში, მათ შორის თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქართული თავისუფალი მედიის თავდასხმაში ისინი ყველაზე ნეგატიურ როლს იღებდნენ, აწვდიდნენ აქედან ბოლშევიკურ დანოსებს და სიცრუეებს, თუმცა ამის შემდგომ თუ ეყოფოდათ სითავხედე და ყველანაირი შეფარვის გარეშე იმ
საზიზღრობებს იკადრებდნენ, ნამდვილად არ მეკონა. ამ ადგილობრივი მეხუთე კოლონას რეაქციები ამ თავდასხმაზე ჩვენს ისტორიაში შევა როგორც სამარცხვინო, ფურცელი და შავი ლაქა და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ესეთ დროს, მაგრამ ესენი რომ არიან უსამშობლოები, სწორედ ამ რეაქციებიდანაც ძალიან კარგად ჩანს და რა თქმა უნდა, საქართველოში ის რაც უხარია ნაცს არ უხარია საქართველოს და შესაბამისად ნაცი ყოველთვის დამარცხდება საქართველოსთან. ბრიტანეთის მთავრობამ იმედისა და პოსტივის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასდა 24 თებერვალს მიიღო. დასმენები უცხოეთიდან საქართველოს სანქციების მოთხოვნა პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო წლების განმავლობაში უკვე არაერთი ფაქტი დაგროვდა, რითიც დასტურდება, რომ ქვეყნის დისკრედიტაციაში ქართველი აქტორები არიან ჩართული. ის რიტორიკა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ისმის, დიდწილად იმითაც არის განპირობებული, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინის ომის დაწყების დღიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვენ, ან მეტიც მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდით იყვნენ დაკავებული. პარლამენტის თავმჯდომარე მათ სხვისი დროშების მოფრიალე გვარდიას უწოდებს, რომელიც დასუსტებულ რუსეთზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ შესაფერისი დრო დადგა ტერიტორიების დაბრუნებისთვის, თუმცა მათი დიდი უმეტესობა საქართველოს არც ერთ ომში მეტ ძმადაც კი არ არის ნამყოფი. მათ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მაშინვე დაიწყეს, როდესაც კიევიდან მოითხოვეს ქართველების ტანკებით გასეირნება ცხინვალსა და სოხუმში. შალვა პაპუაშვილმა დღეს ბოლო 4 წლის ქრონოლოგია გაიხსენა და დათვალა 7000 ქართველი Facebook მხედარი, რომელთა ნაწილი ჩმორებსაც კი უწოდებდა მათ, ვინც თვლიდა, რომ რუსეთთან მეოთხე ომში შესვლა დამღუპველი იქნებოდა საქართველოსთვის. სანქციების დაწესება მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა და ცეცხლის გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არაერთი მსგავსი მოწოდებაა სოციალური ქსელების არქივში. ის ადამიანები ითხოვდნენ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას, რომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ Facebook-ზეა სამშობლოს დამცველი გმირი. 2022 წლის 26 თებერვალი, მესამე დღე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ქართველებო, მშვენიერი ამინდია. იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში, გაიყოლეთ ტანკები. რუსეთს ხელები მოკლე აქვს. მიდი საქართველო, დროა. ავტორი უკრაინელი პოლიტიკოსია, მხარდამჭერების უმრავლესობა კი ქართველი. ალექსეი გონჩარენკოს ეს ღია მოწოდება თბილისში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს, იმის საჩვენებლად, თუ როდიდან დაიწყო ზეწოლა საქართველოს წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტი 4 წლის შემდეგ გააზიარა, ათასობით იმ პოზიტიურ გამოხმაურებასთან ერთად, რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებას მაშინ ოპოზიციის, მედიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა. სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ადამიანის ვინაობას, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა, დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. გაიხსენა იმ მოთხოვნების ქრონოლოგიაც, რომელიც მისივე თქმით, სწორედ საქართველოს ომში ჩართვისკენ იყო მიმართული. უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ 2 დღეში კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები. ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო განცდილი სირცხვილი და ბომბების ცეცხლის ნატვრა და მოწოდება გვესარგებლა იმ შესაძლებლობის ფანჯრით, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი. ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ 7000-იან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და NGO-შნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც. ამ დღის მერე სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია, ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულბილით დამაბინძურებლად. შესაძლებლობის ფანჯარა ამ სიტყვებს ხელისუფლების ოპონენტები ომის დაწყებისთანავე აქტიურად იმეორებდნენ. ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და უკრაინის მხარდასაჭერად ითხოვდნენ მეტს, უფრო რადიკალურ ნაბიჯებს სახელმწიფოსგან. ოპოზიციის ნაწილი დღეს თანხმდება, რომ საქართველოს ნებისმიერ ფასად მშვიდობა უნდა შეენარჩუნებინა. ნაწილი კი ვერ იხსენებს, რომ მეორე ფრონტის მოწოდებას მათი პარტიიდან ღიად უჭერდნენ მხარს. ასეთია მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, თუმცა სააკაშვილის პარტია ერთადერთი არ არის. გონჩარენკოს შემოთავაზებულ იდეას მაშინ ეთანხმებოდნენ სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც. ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი არ დაერღვა ხელისუფლებას. დემოკრატიული ოპოზიცია მუდმივად ითხოვდა იმას, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც იყო, რომ იგივე სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ სანქციებს არ უნდა მივერთებოდეთ. მით უფრო, როდესაც მეორე ფრონტის გახსნაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინისთვის ხარდაჭერა
ყველა სხვა ფორმით უნდა გამოგვეხატა, მაგრამ ყველაფრის ფასად უნდა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ამ ქვეყანაში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა საფრთხის წინაშე აყენებენ ოკუპირებულ ქვეყანას, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. იხსენებენ, რომ საჯარო მოწოდებების გარდა იყო კულუარული, ფარული მოთხოვნებიც. ამბობენ, რომ ქვეყანამ შიდა და გარე ორმხრივ ზეწოლას ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა დაუპირისპირა, რასაც დღემდე მიხვება. როდესაც საქართველოს იცი რა რომ საოკუპაციო ხაზი 50 კილომეტრია თბილისთან. იცი რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. იცი რომ რუსეთისთვის სამხედრო ინტერვენციის დაწყება საქართველოში კონკრეტული მიზეზის მიცემა ამისთვის შეიძლება საკმარისი საბაბი და საფუძველი იყოს. მაინც ითხოვ საქართველოს ომში ჩართვას, მაინც ითხოვ ქართველი სამხედროების ოფიციალური ბორტით უკრაინაში გაგზავნას, მაინც ითხოვ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ეს ყველაფერი ხო არის შეგნებულად ხელის კვრა. ბომბების ცვენა იყო ის სასიამოვნო ემოცია, რომელსაც ჩვენი რადიკალები ისურვებდნენ რომ ყოფილიყო. არის ასევე ბევრი შემთხვევა, რომელზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ და მათ შორის დახურულ კარს მიღმა არსებული საუბრები, სადაც გვაიმედებდნენ, რომ თუ ჩვენი სამხედროები ვერ გაწვდებოდნენ, პარტიზანულ ბრძოლაზე უნდა გადავსულიყავით. მართლგუნდში ამბობენ, რომ მეორე ფრონტის იდეა არსად გამქრალა და საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შესვლის სურვილი კონკრეტული ძალებისთვის ისევ დღის წესრიგში დგას. ომით უმშვიდობა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჟენევისკენ ამიპყრობილი შეერთებული შტატებისა და ირანის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავენ. მაგიდაზე დევს დონალდ ტრამპის მკაცრი მოთხოვნა თეირანმა უარი უნდა თქვას ურანის გამდიდრებაზე და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე, რადგან ვაშინგტონი თვლის, რომ ირანის სამხედრო ძალა საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს. სანამ დიპლომატები საუბრობენ, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მეტ სამხედრო ძალას გზავნის. ხმელთაშუა ზღვაშია გადასროლილი მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ჯერალდ ფორდიც. თუ ჟენევაში ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთის შესაძლოა კიდევ ერთი ცხელი წერტილი გახდეს, რომელიც პოლიგონი იქნება თითქმის მთელი მსოფლიოსთვის. ამ წუთებში სპარსეთის ყურეში ამერიკული სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონცენტრაცია. ორი ამერიკული ავიამზიდი, მათ შორის აბრაამ ლინკოლნი, რომელსაც 150-ზე მეტი საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავი უმაგრებს ზურგს. ამერიკული სამხედრო ძალა სრულ მზადყოფნაშია როგორც სპარსეთის ყურეში, ისე ორმუზის სრუტეში. ემზადება ირანიც. ახლა მთავარია როგორ დასრულდება ვაშინგტონისა და თეირანის მოლაპარაკება ჟენევაში. ჟენევაში 3 საათიანი დიპლომატიური რაუნდის შემდეგ ვაშინგტონის და თეირანის დელეგაციებმა შესვენება გამოაცხადეს და მასკატის საელჩოს შენობა დატოვეს. მხარეებს შორის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებები არაპირდაპირი ფორმატით ტარდება. სწორედ ომანელმა შუამავლებმა წარუდგინეს დღეს ირანულ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონკრეტული პირობები. ირანმა უნდა მოახდინოს 3 ძირითადი ბირთვული ობიექტის ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის დემონტაჟი, ხოლო გამდიდრებული ურანის მთელი მარაგი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება უნდა იყოს მუდმივი და არ უნდა დაიქვემდებაროს ეტაპობრივი გაუქმების პრინციპს. ამერიკის შეერთებული შტატები ურანის გამდიდრების სრულ შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკული მხარე შესაძლოა დათანხმდეს თეირანში იმ ბირთვული რეაქტორის ამუშავებას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვისაა საჭირო და ულტრადაბალი დონის გამდიდრებაზე იქნება ორიენტირებული. ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ერთადერთი პირობა არ არის, რომელსაც ვაშინგტონი თეირანს უყენებს. ამერიკული მხარე ითხოვს, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერა და დაფინანსება შეწყვიტოს. საუბარია ლიბანსა და ერაყში მოქმედ ჰეზბოლაზე, იემენელ ჰუსიტებზე და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასზე. ამასთან ერთად თეთრი სახლის მოთხოვნით ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა სარაკეტო შეიარაღების განვითარებაც უნდა შეაჩეროს. ირანი ფლობს უზარმაზარი რაოდენობის ბალისტიკურ რაკეტებს, განსაკუთრებით მცირე რადიუსის რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს რეგიონულ ბაზებსა და პარტნიორებს. მინდა თქვენს გესმოდეთ და ყველა მიცოდეს, რომ ირანი შეერთებული შტატებისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ასეა უკვე დიდი ხანია. გარდა ბირთვული პროგრამისა, ისინი ფლობენ იმ კონვენციურ შეიარაღებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამერიკაზე და ამერიკელებზე თავდასხმისთვისაა შექმნილი.
მოლაპარაკებების დაწყებამდე თეთრი სახლის პოზიცია ჯეიდი ვენსმა გაახმოვანა. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ვაშინგტონს ქმედების ალტერნატიული ვარიანტებიც უკვე მომზადებული აქვს. პრინციპი მარტივია, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მისი აღდგენის ყოველი მცდელობა ჩვენთვის კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მათ სწორედ ეს სცადეს. ცნობილია ოფიციალური თეირანის პოზიციაც. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმების დადებისთვის მზად არის, თუმცა ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ან გაუქმებას არ აპირებს. ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ კითხვებს და გავაქარწყლოთ ეჭვები, მაგრამ არასოდეს ვიტყვით უარს ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებაზე. ჩვენ გავრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული წევრები ვართ. ვითხოვთ ჩვენი უფლებების აღიარებას და სანქციების სრულად მოხსნას, რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში არსებულ ამერიკულ ბაზებს. თუ შეერთებული შტატები ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეტს, ეს ბაზები ლეგიტიმური სამიზნე გახდება. ვაშინგტონსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ესკალაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ეხმაურება. რაფაელ გროსი მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი განცხადებით ეს ერთადერთი გზა ან გრევის, მსხვერპლისა და რეგიონული არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად. ირანში არსებული ბირთვული მასალა პოტენციურად ვარგისია იარაღის დასამზადებლად. ეს არ ნიშნავს, რომ მათი იარაღი უკვე აქვთ, მაგრამ მასალა იქ ნამდვილად არის. ომამდე ჩვენ ზუსტად ვიცოდით ამ მასალის ადგილსამყოფელიც და რაოდენობაც, გრამების სიზუსტითაც კი. დღეს ეს გაურკვეველია. სწორედ ეს გაურკვევლობა უბიძგებს მხარეებს დრამატული გადაწყვეტილებებისკენ. ამ დრომდე უცნობია თუ როგორ გადაწყვეტს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის საკითხს. ვიდრე დიპლომატები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან ირანის გარშემო 2 ავიამზიდი, სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდები და ათასობით ამერიკელი სამხედროა მობილიზებული, რომლებიც პენტაგონიდან ბრძანებას ელოდებიან. ხუთის დადება მოასწრო 25-ის შეკვრა ალფა-პევპეკი ჯიბიდან ამოუღეს. 42 წლის ნარკოგამსაღებელი საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით შეაჩერა. ფაქტზე დაკავების შემდეგ ბრალდებული იძულებული გახდა პოლიციელებისთვის ის სამალავებით ეჩვენებინა, სადაც ნარკოტიკები ჰქონდა გადამალული. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის მოქალაქეც, რომელსაც 183 შეკვრა ნარკოტიკის სახში ჰქონდა გასაყიდად გამზადებული. 42 წლის მამაკაცმა პოლიცია ნარკოტიკის სამალავთან თავად მიიყვანა. შავი წებოვანი ლენტით დაფასოვებული ალფა-პევპ ხის ძირში ფოთლებში ჰქონდა დამალული. სანამ ხელბორკილებს დაადებდნენ 42 წლის მამაკაცი პატრულმა შეაჩერა და გადაამოწმა. ჯიბეში 25 შეკვრა დაფასოვებულ ალფა-პევპს მალავდა. სწორედ პირადი ჩხრეკის შემდეგ გავიდნენ სამართალდამცველები ნარკოტიკების სამალავების კვალზეც. ირკვევა, რომ დაკავებამდე მას 5 შეკვრა ალფა-პევპ უკვე დადებული ჰქონდა, თუმცა რეალიზაცია ვერ მოასწრო. ნივთმტკიცებები პოლიციამ კლიენტის მისვლამდე იპოვა. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის დუმილის უფლებას იყენებს. უშუალოდ ფაქტზეა იგი დაკავებული, მას აღენიშნა დაახლოებით 24 ცალი ეგრეთ წოდებული შეკვრა ჩეკი შესაბამისი ნარკოტიკული საშუალების ალფა-პევპსი, რომელიც მოგახსენებთ და სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის საბოლოოდ კონსულტირებისა და სწორი პოზიციის გამოყენების შემთხვევაში შემდგომში უკვე გავაგრძელებთ პროკურატურასთან თანამშრომლობას. კურიერის ინფორმაციით ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდა ირანის მოქალაქე ალი ბანდიეგი. პოლიცია მის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. ეს კადრები მის დროებით საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკთან ერთად ირანის მოქალაქეს სახლში ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალებსაც ინახავდა. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ანჯაფარიძის ქუჩაზე ამ საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა. ბინიდან 183 შეკვრა ნარკოტიკია ამოღებული. ხმაური იყო და პოლიცია კი რაღაცა ლენტებიც იყო. ადვოკატის თქმით, ირანის მოქალაქეს წარდგენილ ბრალზე საჯაროდ საუბარი არ სურს. კურიერის ინფორმაციით ალი ბანდიეგი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ყველა უნდა შევხვდეთ ციხეში ალის და შესაბამისად თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა პოზიცია ექნება.
ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა უბანში დააკავა. საპოლიციო ღონისძიების შედეგებზე კომენტარი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. თბილისის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორი პირი და ამოღებულია ჯამში 213 შეკვეთ დაფასოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებას. დაკავებულების სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურობამდე გააუმჯობესა. გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურობამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მიკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება. სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ქართული საბანკო სექტორის რეიტინგი უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამის ძირითადი ფაქტორი იყო მაკროეკონომიკური ტენდენციები, კერძოდ ისინი ელოდებიან, რომ ეკონომიკური ზრდა 2026 და 27 წელს იქნება დაახლოებით 5.5%, რაც განაპირობებს ჯანსაღ ფინანსურ სექტორისას, ასევე დიდწილად აბალანსებს გეოპოლიტიკურ რისკებს ჩვენს რეგიონში. ასევე სხვა ფაქტორებს შორის აღნიშნულია საბანკო სექტორის მდგრადობა, კაპიტალის მაღალი დონე, აქტივების მაღალი ხარისხი, ჯანსაღი მომგებიანობა, რაც მათ შორის მათი აღნიშვნით განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზნახედველო პრაქტიკებით. ჩვენი ინვესტორები და ბაზრის სხვა მონაწილეები სწორედ ამ რეიტინგის საფუძველზე განსაზღვრავენ მათ მოლოდინებს. დღეს EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა. გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ეს წინა პროგნოზთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სამ კვარტალში წლიურად 7.7%-ით გაიზარდა. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და კრედიტების მაღალი ტემპი, წერს EBRD. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით 2026 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან მოლდოვის ეკონომიკა 0.8%-ით, ხოლო უკრაინის ეკონომიკა 2.5%-ით შემცირდება. ეროვნული ბანკის ხელშეწყობით პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსი და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის, ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიების პორტალის მეშვეობით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით სიახლე მნიშვნელოვანი გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებს კი შეეძლება თვალი ადევნონ და გაანალიზონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომგებიანობა, მახასიათებლები და სხვა მაჩვენებლები. ინდექსი მარტივად რო ავხსნათ, ეს არის ესეთი კრებსითი მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ფასებს და მომგებიანობას სხვადასხვა ფასიანი ქაღალდის და დღეს უკვე ეს ინდექსი გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორც არის Intercontinental Exchange, რომელიც არის Bank of America-ს სტრატეგიული პარტნიორი და ამ ჯგუფში შედის ისეთი ცნობილი ბირჟები, როგორც არის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა მაგალითად და ეხლა უკვე ამ პლატფორმებზე, ასევე Bloomberg-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არის საქართველოს სახაზინო ობლიგაციების, ანუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდექსი. ეს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეს ხდის ჩვენი ფასიანი ქაღალდების ბაზარს და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. შესაბამისად, ზემოხსენებული ინდექსების გამოქვეყნება ხელშეუწყობს დამატებით ახალი ინვესტორების მოზიდვას და სამომავლოდ ბაზრის გაღრმავებას. ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან ევროპის ბაზრებამდე პროექტები, რომლებიც არამხოლოდ სამი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არამედ ხელს უწყობს ფართო რეგიონულ და ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და კავშირგაბმულობას. წინანდალი სამხრეთ კავკასიის დაოსის ფორუმად წოდებულ სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმას მას მისლობს. კახეთში თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი ბიზნესმენები, ასევე ეკონომიკის მინისტრები არიან შეკრებილები.
რეგიონის სამივე ქვეყანას არა მხოლოდ გეოგრაფია, არამედ მშვიდობიანი თანაცხოვრება და საერთო ეკონომიკური მიზნები აკავშირებს. ამას ყველაზე კარგად აჩვენებს ვაჭრობის სტატისტიკაც. ხოლო და აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და 2025 წლის მონაცემებით აზერბაიჯანში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 26%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის სიდიდით მეოთხე საქართველოს უმსხვილესია ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. საქართველო-აზერბაიჯანი თურქეთის ბიზნეს ფორუმი 2012 წლიდან წელს უკვე მეშვიდე ჩატარდა. ფორუმის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ რეგიონში ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების და არსებული ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ფორუმმა ბიზნეს სექტორში. დღეს ჩვენ ერთად მასპინძლობთ 340 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, რომ დაამყარონ ბიზნეს კავშირები, ურთიერთობები გააღრმავონ არსებული, მათ შორის ბიზნეს კავშირები და რა თქმა უნდა აღნიშნული პლატფორმა კიდევ ერთხელ იქნება უდიდესი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ გააღრმავდებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. უამრავი შესაძლებლობაა, ახალი შესაძლებლობაა, რომელიც გამოყენებაც შეგვიძლია იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ურთიერთობები, გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო კავშირები ჩვენს პარტნიორ მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოსთან ერთად ფორუმში მონაწილეობენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები. 400-მდე დელეგატმა, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებმა სამი ქვეყნის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა და რეგიონული პროექტების მნიშვნელობა პანელური სესიებისა და შეხვედრების ფორმატში განიხილეს. ჩვენ წარმოვადგენთ სამშენებლო სექტორს და ამიტომ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ მიმართულებით პარტნიორების მოძიებაში, გაფართოვებაში და ვფიქრობთ, რომ ეს ფორუმი ამ მიზანს ჩვენს ხელს შეუწყობს და უფრო მეტად გაფართოვდება საქართველოს ბიზნესი მეზობელ ქვეყნებში. ჩვენთვის როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქიმიური საწარმოსთვის, ქიმიური მრეწველობისთვის კავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებთან კიდევ უფრო კავშირების გაღრმავება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ახალი ბიზნეს კავშირების, ბიზნეს პარტნიორების მოძიებას და დამყარებას ამ ფორუმის საშუალებით. რეგიონული პარტნიორობისა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას. ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, განსახილველი თემები ბევრია. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ამოქმედება და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში დაკავშირებადობის გამყარების კუთხით. რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა მარიამ ქრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც. შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წლის მონაცემებით აზერბაიჯანში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა იმ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც სატრანსპორტო ჰაბის როლის გაძლიერებას. სამხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და ბიზნეს წრეების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე. ჩვენი ერთობლივი პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში. აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში $3 მილიარდ აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. ძალიან გვიხარია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, ვლოცავთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს იმ შედეგებს, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს. This trilateral trade forum საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხრივი სავაჭრო ფორუმი კასპიისა და კავკასიის რეგიონის დავოსის ფორუმს დაემსგავს. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. საქართველოსა და თურქეთს შორის წარმატებით მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და დაუღალავად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის მომსახურების, საავიაციო და საპორტო ოპერაციების სფეროებში. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ $3.1 მილიარდ
ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და ჩვენი მიზანია ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდოს. თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი კავკასიის რეგიონის მთავარი მოთამაშეები არიან საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროებში. შესაბამისად, ეს სამი ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერებს სოლიდარობასა და მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას, ხოლო მსგავსი ბიზნეს ფორუმები ამ მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამხრივი ბიზნეს ფორუმი წინანდალში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, კულტურის ამ და სხვა სფეროებში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა 20-ზე მეტი ხელოვანი დააჯილდოვა. კულტურის სფეროს წარმოადგენლებს, რომელთა შორის კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, შუახევის უხუცესთა ანსამბლის წევრები და ცნობილი საოპერო მომღერლები არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ხელოვნების განვითარებას ათეულობით წელი შეწირეს. ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენების გადაცემის ცერემონიას პრეზიდენტის სასახლეში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ. კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევების და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაჯილდოვდნენ. დიდი სიხარული მოაქვს, როდესაც ადამიანის შრომა ფასდება. აი დღეს დაფასება იყო, უზარმაზარი რაოდენობა იყო ხალხის, ვინც ღირსი იყო დაფასების. გულწრფელად უხდი მადლობას მათ ამ ძალიან დიდ ჯილდოს გაუწილადებ იმ შვიდასკაციან კოლექტივს, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კოლექტივი ქვია, რადგან თითოეული პიროვნება ქმნის იმას, რასაც შემდეგ ათასობით მაყურებელი უყურებს. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა გადასცა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თითოეული დაჯილდოებული საკუთარ საქმეს სამაგალითო დასრულებს და ქართული კულტურის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ქართული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმომჩენილი ქართული ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხასიათის, ის რაც მოიტანეს აქამდე ჩვენმა წინაპრებმა, აუცილებელია რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას და თქვენ ახართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნით ამ უდიდეს შემოქმედებას. კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით გადაეცათ. სახელისუფლება გუნდის ლიდერების განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი, ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას იცავს. ამ დარბაზში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ბრძანდებით, რომლებიც ხელოვნების და მეცნიერების არაერთ დარგში მოღვაწეობთ. თქვენი ძალისხმევით ვითარდება ქართული კინო, საოპერო და საკონცერტო ხელოვნება, ჩვენი ეროვნული ქორეოგრაფია. თქვენი ცავთ ისტორიულ მეხსიერებას, აცოცხლებთ ლიტერატურას და ზრუნავთ მომავალი თაობების აღზრდას. თქვენი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა კვლავაც სიამაყის გრძნობით ავსებს თითოეულ ჩვენგანს. ქართული კულტურა კი არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით. ეს არის ის, რაც გვეუბნება თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებელი, განუყოფელი და ერთიანი. გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენ წერს და საზოგადოებას. კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით 30 ლაურეატი დაჯილდოვდა, მათ შორის მწერალთა სახლისა და ხელოვნების სასახლის დირექტორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს კულტურის მინისტრს. არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა, იმ საგანძურის აღიარება, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და იმ თანამშრომლებისა, რომლებიც ჩემთან ერთად ცდილობენ, რომ მომავალ თაობებს გადასცენ ეს უნიკალური საგანძური. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც კი ჩათვალა, რომ მე დღეს აქ უნდა ყოფილიყავი და ეს ჯილდო მიმეღო. არასდროს არ მიფიქრია, რომ რაღაცისთვის ვაკეთებდი ამას. თურმე სამშობლოსთვის მიზრუნია და რაღაცა გამიკეთებია მისთვის. დაჯილდოებულთა შორის არიან შუახევის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ფესვების წევრები. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა. მე ვარ ამაყი, რომ ჩვენს რეგიონში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს კუთხეს, არამედ ისინი თავიანთ შემოქმედებით ყოველდღიურად ამდიდრებენ ქვეყანაში კულტურულ ცხოვრებას. ყველა მონაწილე იძიებს იმ ქართული
ტრადიციული ფოლკლორული ქორეოგრაფიის ნიმუშებს, რომლებიც იყო გავრცელებული ოდითგანვე ტრადიციულად ჩვენს შემოგარენში და ეს ჩვენ როგორც ასეთი აღმოვაჩინეთ და გადავცეთ მომავალთაობას. სიტყვით გამოსვლის დროს თითოეული ლაურეატი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძის თქმით, გამოცდილება, რომელსაც ისინი ფლობენ, ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესია. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ამაგდარი ხალხის და ღვაწლმოსილების გვერდზე დღეს ახალგაზრდებიც არიან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თქვენი სწორი პოზიცია, სწორი ხედვა, ასეთი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, ასეთი სიყვარული თქვენი ქვეყნის მიმართ, რასაც თქვენ გამოხატავთ. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ღონისძიების დროს არაერთხელ ითქვა, რომ ის გამოცდილება, რასაც დღეს დაჯილდოვებულები ფლობენ, ახალი თაობისთვის საჭირო და აუცილებელია. ექსტრავაგანტული თემატური და ხმაურიანი, რომელსაც მოდის ოსკარსაც კი უწოდებენ. მედგალა მსოფლიო მოდისა და კულტურის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება და ის ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს იმართება. ტანსაცმელი როგორც ხელოვნების ნიმუში ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ვარსკვლავების მიერ კოსტიუმების წარდგენამდე მედგალამ უკვე 2026 წლის თემა გამოაცხადა. წლევანდელი 4 მაისის ღონისძიების თემა მოდა როგორც ხელოვნება, თუმცა ზოგმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან მათთვის ეს თემა არ არის საკმარისი ექსტრავაგანტულობისა და ორიგინალურობისთვის. მედგალას განუყოფელი ნაწილია ასევე დრესკოდი წინასწარ შერჩეული თემა, რომლის მიხედვითაც სტუმრების კოსტიუმები ხშირად თვეების განმავლობაში მზადდება. მედგალა სივრცე, სადაც მოდა საზღვრებს ცდება და ხელოვნების ფორმას იღებს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ღონისძიება წელს მოდასა და ხელოვნებას შორის დიალოგს ეძღვნება. ვიდრე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ვარსკვლავები წლის ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმებს წარადგენენ, 2026 წლის მედგალას ორგანიზატორებმა დრესკოდი ოფიციალურად დაადასტურეს. მოდა როგორც ხელოვნება, ღონისძიებას გამოფენა კოსტიუმების ხელოვნება გახსნის, რომელიც სამოსს როგორც დამოუკიდებელ მხატვრულ ობიექტს წარმოაჩენს. ექსპოზიცია ისტორიულ კოსტიუმებსა და მუზეუმის კოლექციაში დაცულ სკულპტურულ ნამუშევრებს გააერთიანებს. მუზეუმის სხვადასხვა კოლექცია წარმოდგენილი იქნება კოსტიუმების ინსტიტუტის ექსპონატებთან ერთად, რაც საშუალებას მოგცემს მოდა წარმოვაჩინოთ როგორც მნიშვნელოვანი და გავლენიანი თვითგამოხატვის საშუალება. ამ გზით პროექტი აჩვენებს, როგორ არის მოდა ხილული ფერწერაში, განდაგებასა და ნახატებში, როგორც ადამიანის სხეულის წარმოდგენისა და ტრანსფორმაციის საშუალება. კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორის ენდრიუ ბოლტონის თქმით, მათი მთავარი მიზანია საზოგადოებას აჩვენონ, როგორ წარმოაჩენს ტანისამოსი ადამიანის სხეულს, პიროვნების იდენტობას და სოციალურ სტატუსს. კოსტიუმების ხელოვნება აჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავი, რთული და მრავალფეროვანია ადამიანი და როგორ შეიძლება ტანსაცმელმა, როგორც ხელოვნების საშუალება მან სილამაზის სიძლიერის და სისუსტის აღქმა კიდევ უფრო გააძლიეროს. გამოფენა რამდენიმე ძირითად თემად დაიყოფა: შიშველი სხეული, კლასიკური სხეული, აბსტრაქტული სხეული და პირველად ისტორიაში ორსული სხეული. წლევანდელ გამოფენაში გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებიც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და ჰოლოგრამები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს ნახონ, როგორ გარდაიქმნება ისტორიული მხატვრობა თანამედროვე მაღალი მოდის კოსტიუმებად. გრანდიოზული საღამოს თანათავმჯდომარეები ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვინუს ვილიამსი და ანა ვინტური იქნებიან. მედგალა მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გახმაურებული მოვლენაა, მისი მთავარი მიზანი კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდაჭერა და მოდის ინდუსტრიის განვითარება. ასეთი დღევანდელი დღე 26 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს პაადა გოლიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თუ ასრულებთ მუშაობას, ხვალამდე გემშვიდობით. ნახვამდის.